მოგესალმებით ძვირფასო პეკატიველებო. მივესალმები ჩვენს მაყურებელს Facebook ფორმატში. მე გიგლა ვარგობიჩია. ტელეკომპანია PKTV-ის საავტორო პროგრამის, ჩემი საავტორო პროგრამის დიდი გარღვევის ავტორი და წამყვანი. რაც ეს გადაცემა დავიწყეთ, ყოველთვის დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ვეხებით პრობლემურ თემებს, როგორც რესპუბლიკის მასშტაბით, ისევე რეგიონის მასშტაბით. თუმცა რამ გაყო? რეგიონის და მთელი ქვეყანა ჩვენია, ჩვენი მოსავლელია, ჩვენი მისახედია. ისაც გასარღვევია, უნდა გაირღვეს, ისაც დასანერგია, უნდა დაინერგოს და უნდა გაკეთდეს ისე, რომ ქვეყანა მწინიაროს, განვითარდეს და ჩვენი საზოგადოება გაძლიერდეს. თემა, რომელსაც დღეს ვეხებით, თითქოს და რეგიონული მასშტაბის არის, მაგრამ რომ ჩავუკვირდით და ჩავხედეთ სიღრმეში, მემაჩნია, რომ მას უფრო მეტი მასშტაბი აქვს და უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს საზოგადოებისგან, ვინემ და ხელისუფლებისგანაც, ვინემ ეს ვიღაცას ერთი შეხედვით შეიძლება მოეჩვენოს. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან პირველ რიგში საქართველოს მრავალეროვნულთა კავშირის პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017-თან მდგომარე, შპს წინაპრის დირექტორი, ნოვატორი ადამიანი, ბატონი გუჯა ქუჩიაშვილი, მოგესალმებით ბატონო გუჯა. მოგესალმება. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა პირველი, ასე ვთქვათ, ჩვენს ეთერში. მე ვიცი, რომ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით, იმიტომ რომ თქვენ ძალიან საინტერესო იდეა შევყარეთ, საფუძველი, დაიწყეთ ამის გარშემო მოძრაობა, ხალხი წაიყოლიეთ, საზოგადოების გარკვეული ფენების და წრეების საქმის კურსში ჩააყენეთ და მათაც აიტაცეს ეს ყველაფერი, ამაზე ვისაუბრებთ და მეორე სტუმარი ჩვენი გადაცემის გახლავთ ცნობილი ექიმი ანალიტიკოსი ბატონი ზაქარია რუჭიკაშვილი, საქართველოს მამულიშვილების მოძრაობა საქართველოს მამულიშვილების თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონო ზაქარია, თქვენი წარდგენა მე მგონი მეტი არც არის საჭირო თქვენ. სოციალური ქსელის წარმომადგენლებით ჩვენი და მაყურებლები და პლუს თავისთავად ტელეკომპანია PKTV-ის ერთგული მაყურებელი ძალიან კარგად გიცნობთ. ჩემ პირველ შეკითხვა რა თქმა უნდა ბატონო გუჯა თქვენთან არის. ბატონო თქვენ ძალიან უცნაური არა ალბათ ასე ვერ ვიტყოდი, ისეთი საცნაური იდეა გაგიჩნდათ, რაღაც 7-8 წლის წინა დაახლოებით. რომ შეგეთავაზებინათ რეგიონის პირველ რიგში და ზოგადად საქართველოს მოსახლეობისთვის რუსთავში აღლუჯის მთის აღორძინების პროგრამა. მე რაც ვიცი აღლუჯზე, გარდა იმ მონაცემებისა, მთელი ცხოვრება მესმის, რომ იქ არის პრაქტიკულად ცარიელი სივრცე, გარდა იმ ჯვრისა და იმ სასტუმრო კომპლექსისა, რომელიც პრაქტიკულად აღარ არსებობს უკვე, დაიშალა პრაქტიკულად ამ 90-იანი წლების განმკითხაობის შედეგად, რომ მას ჰქონდა ფუნქცია, პრაქტიკულად მთას, რომლის გადასახედიდანაც ხელის გულივით ჩანს მთელი ქალაქი და არა მხოლოდ ქალაქი, მას ბატონო თბილისი, ხო, თბილისი აქეთ ამ მხარეს კი, როცა კარგი ამინდია და ყველაფერი გეთანხმებით ბატონო ზაქარია და დაუბრუნდეს ფუნქცია, რომელიც თუ ცოტა სიღრმისეულად გავიაზრებთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის. მოდით დავიწყოთ იდეის დაბადებიდან, პროგრამის განხილვიდან და თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან და მე უკვე თქვენის ნებართვით, რა თქმა უნდა, ვაჩვენებ ჩვენს მაყურებელს, როცა შევეხებით ამას, ამ იდეის არქიტექტურული გადაწყვეტა როგორ გაქვთ მოძებნილი, როგორ გაქვთ ეს გაკეთებული და მე რაში გჭირდებათ საზოგადოების დახმარება, ჩვენი მხრივ როგორ ჩავერთვებით ბატონო ზაქარია ამ ყველაფერში, როგორ დაგიჭერთ მხარს და აუხსნათ გონიერ საზოგადოებას, რატომ არის ამთვის აღორძინება აუცილებელი და მისი ხალხის სამსახურში ჩაყენება. გისმენთ. უღრმესი მადლობა მოტივისათვის. ნამდვილად სერიოზული თემა არის ეს და იმიტომ გადავწყვიტე აი ამ სერიოზული თემის გაშლა უფრო ცლად. დიახ. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ეს თემა დაიბადა ძალიან ადრე
2018 წელს უკვე წერილობით მიმართა მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს აი ამ პროექტთან დაკავშირებით. ეს არის პირველი წერილი ოფიციალური და იმ პერიოდის ასლი გაგზავნილია სულ ყველასთან, ქალაქის მერთანაც, გუბერნატორთანაც, ასევე დეპუტატებთან, ორი დეპუტატი ყავდა მაშინ. ორივესთან. ბეგაძე და პატა პატა და მოიწვევი. და გაგზავნილი ასევე მწერალთა კავშირის ქვემოქართლის რეგიონულ ხელმძღვანელობასთან და ასე რომ მთლიანად მთელი ქალაქი საქმის ურში ამ პროექტთან დაკავშირებით. მე ხელთან მაქვს მთელი დოკუმენტაციით. ვიცოდეთ რომ ხელის მოწერებია დაფიქსირებულია 2018 ბატონ ბუღაძე თუ ბეგაძე? ბეგაძესთან არის გაგზავნილი აი რას თქვით. მეორე დეპუტატი. პატაფხეიძე არის. ხო, პატაფხეიძე პირველ და მეორე დეპუტატი. სულ ყველასთან აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში არის გადაგზავნილი, აგერ არის ყველას ხელმოწერა რომ ჩაბარებული აქვს ტექსტი, წერილი, მაგრამ პასუხი სერც მოგახსენეთ ბატონი გუჯა რა რეაგირება მოყვა. კი. ეხლა განვაგრძოთ თემა. წერილის არსი რა იყო, რომ ვითხოვდი 3 ჰექტარ მიწას, რომ აი ეს ჩემი კი, რაც მე მქონდა ჩაფიქრებული, ჩანაფიქრო გაგვეხორციელებინა. ეხლა ეს არ არის უხმოსავლიანი, ეგეც უთხრათ თუ თქვენ ეს რაღაცა კომერციული დანიშნულებით არის, ეს არის გაუდაბურებული ადგილი. და პირიქით, მე მინდოდა რომ ქალაქისთვის ყოფილიყო რაღაცა განსაკუთრებული ადგილი. მე ამაზე ფუნქცია მინიჭებოდა მთას. კი. და მან პირველ რიგში რაც მე გადავწყვიტე, ეკლესია მაგ ხეს გაალამაზებს იდეალურად. ამას ბაღათერ არაბული მწერალი როა, ის აღნიშნავს ძალიან კარგად. აქ არის ბატონი ბაღათერის აზრი დაფიქსირებული, დიახ. და მაგებს აი უნდა წავიკითხოთ აუცილებლად ვინ რა დონეზე დაფიქსირა აზრი, მაგრამ მე ჩემ პროექტის შესახებ ვისაუბრებ. კი ბატონო. პირველ რიგში ვფიქრობ და გეგმა რომ აშენდეს სალოცავი. სალოცავის ერთ მხარეს აშენდეს ქორწინების სახლი თავის სარიტუალო დარბაზით. ამ დარბაზს უნდა კონდეს თავისი მინი ფერმა და მინი მარაგი. რომ იყოს რაც შეიძლება იეფი ხალხისთვის მისაღები და მისაწვდომი. სალოცავის მეორე მხარეს მინდა აშენდეს პანთეონი. გაკეთდეს მოეწყოს პანთეონი. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამ ქალაქია ქვემოქართლია. იმასაც აღავს ისეული მომლიშვილები. ხო შეიძლება ცალკე იყვნენ დასვენებულები ეხლა რომ ადამიანს დაგჭირდეს, არ ეძება ამ ხელას მეთმა არქნას, მაგრამ იძება ეს სასწაულო და სად უნდა ეძებო, როგორ უნდა ეძებო. იქ ეცოდინება ვინ არის რა არის და მე მგონი ძალიან ყველა გარდა ამისა, იქ არის ტერიტორია რომ მოეწყოს ახალგაზრდებისთვის დასასვენებელი პარკი. იქ ისეთი ადგილია, რომ არ არსებობს რომ ხალხი არ მინდა ახალგაზრდობა არ მიიზიდოს. ეს იქნება იდეალური. ერთხელ ეს პროექტი შესული იყო რაღაც თანხა მქონდა გადასახდელი და დადებული იყო მაგიდას და გაველი თანხის გადასახდელი და ამ ქალბატონმა ნახა აიღო ეს. დაიკითხა და მოვიდა მოუწევს ხელს რა კაი პროექტია, ახალს ეხება, ასაკიან ხალხსაც ეხება. იქ გათვლილი მაქვს ეს ის რო იყო მეტალურგების დასასვენებელი კორპუსი, იქ ჩოჩქი არის დარჩენილი. იქ შეიძლება აშენდეს ის და პენსიონერებისთვის გაკეთდეს დასასვენებელი. ერთადერთი ქალაქია საქართველოს მასშტაბით, ვინც ეს ქალაქი ააშენა, ეს პენსიონერები ცოცხლები არის. ერთადერთი ქალაქია საქართველოს მასშტაბით და ამ პენსიონერებს გაუკეთოთ რაღაცა სიკეთე. ავლენიქ დაისვენებენ, გადმოხედავენ, თავით აშენებულ ქალაქს შეხედავენ. ახლა მე ჯერ მაგათთან შედარებით ბავშვი არა ვარ, მაგრამ მე მახსოვს პირველ 9 სართულიანები და პირველ 5 სართულიანები რა აშენე. ახლა ბავშვი ვიყავი, მაგრამ მახსოვს მაინც. ამის დავიწყება როგორ შეიძლება და ამ ხალხმა ამდენი იტყოდა, ტრიალმინდორში ააშენეს ამის თანაქალაქი და იმის უფლება არ აქვს 3 ჰექტარი მიწა, რომ ავიდნენ დაისვენ და გადმოხედოთ თავიანთ აშენებულ ქალაქს, ეს იქნება წინვალე. გარდა მაგისა კიდე უნდა გაკეთდეს ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა. რუსთავი არის აშენებული ყველა კუთხის მოქალაქეებიდან, ხო? არიან სვანებიც იმელი რატო რომელი პატარა საქართველოს რუსთავი. და მინდა ერთი ქუჩა გაკეთდეს, როცა იქნება რუსთავ ქალაქობა. ამ ქუჩაზე შევიკრიბოთ სულ ყველა და თხოვნობა პირდაპირ პროგრამაში მიწერა ყველა გუბერნატორს დაევალოს რომ ააშენოს 2 სართულიანი სახლი თავისი კუთხის შესაფერისი, სვანური, მეგრული, რაჭული, რომ მთელი პატარა საქართველო იყოს ამ ერთ ქუჩაში გაერთიანებული. მან შეიძლება 2-1 იქვე აშენდეს, ძალიან კარგია თუ არა და ახალ რუსთავს შორის არის იმისთან საშუალება, მონდომებია რომ იქაც გაკეთდეს. მაგრამ ეს ქუჩა ამ ქალაქს დაამშვენებს და იბარგლის კიდე მით უმეტეს. თან იმას სხვა დანიშნულებაც აქვს. ეს ერთი ძირითადი რომ გაკეთდეს. მან როგორ არის ახლა მე ხალის აზრი მომეწონა რა კაი პროექტი ახალგაზრდებით არის ჩართული და ასაკენით თლიანად. ეხლა გადავიდეთ ცოტა მეორე კუთხით. ეს ეკლესია რო აშენდება, მაგას ძალიან დიდი დანიშნულება მინდა რა თქმა უნდა გადაეცემა საპატრიარქოს. და პირველი
პირეს ყოველთვის პირველ კვირას აღნიშნავს ლოცვა 9 აპრილი აფხაზეთის სამაჩაბლო ვინც გარდაგვეცვალა მირები ხო ყავს გინდა და გინდი როგორ რიგით მოქალაქეები რო აივრინება ეს ლოცვები ხო ესრება მას ქართული შულტარი დედები ხო ასევე მინდა დაესწრო როგორც აფხაზი ისე ოსი და ისე რუსი შულტარი დედები თუ გვინდა ჩვენ შერიგება მაინდა უნდა დავიწყოთ ყველაზე მეტი ტრაგედია მაგ ხალხმა ნახა დედის სამუშაო იქნება დავკარგეთ აფხაზეთი დავკარგეთ სამაჩაბლო რომ იმათმა ეგეც დაკარგეს და პლუს შვილები დაკარგეს რაც ყველა ძვირფასი არის ეხლა მინდა ხაზი გაუსვა სხვანაირად არ გამიგოთ ყველა თავისას ფიქრობს აი დაუშვათ აფხაზი ახალგაზრდა გარდაიცვალა და თავის აფხაზის ინტერესებს იცავდა ხო ქართველი გარდაიცვალა ქართული რუსი გარდაიცვალა და ამ რუსმა რა დააშავა იქიდან ჩამოიყვანეს რუსმა დედებმა რა დააშავა იმათ შვილები ჩამოიყვანეს და აი ჩაერთენ ომში და გარდაიცვალე ხო ამიტომ მთლიანად რაღაცნაირად უნდა მოხდეს შერიგება ამ სალოცავს ძალიან დიდი დანიშნულება იქნება სერიოზული თუ გაგვიდგება მთავრობა გვერდში მე ამას დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან. არ დაგიმალოთ რა იმაკ საუბარ მოიტანა მე დაახლოებით სექტემბერში კი ვიყავი დასული ვლადიკავკაზში და მოსკოვში. მარტო მაგის გულისთვის. რომ მე თქვი მქონდა შეხვედრები. კი, მქონდა იქ მრევლთან და მქონდა შეხვედრები რიგით მოქალაქეებთან. მე პოლიტიკოსებთან იმას არ გავყარები ვარ, მithumetes უცნობ არის ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა. და ხალხს აუხსენი ესეთ რაღაცას ვფიქრობ მეთქვი და რო რაღაცა იყოს აღშენეს ეს სალოცავი თუ ჩამოგზანდებით თუ დაესწრებით რა სამოქმედო სიამოვნებით ჩამოვიდეთ ჩვენ ქართულ ხალხთან გვინდა კარგი ურთიერთობაო ისე გამეხარდა ვერ წარმოვიდეთ მეკრე ნერვიულობდაც მე კი ვიძახი მაგრამ იქნება ეს ხალხი სხვაჭკუაზე სხვა აზრზე იმშენეთ წლები გავიდა რაც ჩვენი ურთიერთობა იყო და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდი იქიდან 10 დღე ვიყავი და ძალიან კმაყოფილი ჩამოვედი ეხლა ეს მთლიანობაში ეს პროექტი რო გაკეთდა რა თქმა უნდა მე ბატონი ბიძინა ერთია და პირველი პირი არის მე იქიდან გამომდინარე უკვე ნენელა დავიწყე სკოლთანაც მიმართა წერილობით და მაშინ რა დაგიმალავთ პირველი იყო ირაკლი ტაბაუა მაშინ ქალაქის მერი იყო რომ ეს პროექტს გაეცნო და ეს ყველაფერი იო ბატონო გუჯო მაგრამ თანხა საიდან მოიტანო მე ვთქვი თანხა მე არ მინდა მე თანხას არ მე მოვიძებ ხალხში თანხას ახლა ერთი ნამუშევარი მაქვს წესიერ პატრონს და ბევრი სიკეთე მაგაკეთებულა მე თანხა შევაგროვებ და ისედაც ეგეც რო არ იყოს გინდათ რომ მე რომ მქონებოდა მილიონერი რო ხო მე ეკლესიას მარტო არ ავაშენებ ინდოერ ფული მენენება არ ავაშენებ მინდა აშენდეს ერთადერთი ეკლესია მაინც ამ ქალაქში რომ მართლა ხალხის შემოწმებით აშენდეს შემოწირულობით თელიანად ეს არის იდეა მე თვითონ კი ყველა არავისგან არაფერს თანხას არ ითხოვს აი მილბაძის აი 50000 სტოკი შედა მილიონ არ მინდა ყველა ოჯახში შევალ მე თვითონ ჩემ ხალხთან ერთად და ყველას დავადივნე გარკვეულ თანხას ის სალოცავი აშენდეს ეს უნდა იყოს ერთადერთი სალოცავი მთელ ქალაქში მთელ ქვეყანაში მაინც რომ მართლა შეწურულობით აშენდეს რო არავინ არ იტრაბახოს ქალაქის მოსახლეობა და სხვა შემომწირველების თანხით აშენდება ხო არავინ არ იტრაბახოს აი ჩემი აშენებული ეკლესია ხო ვიცით ის იმან აშენე ის იმან აშენე აი ესეთი რამე რო არ მოხდეს მინდა ან პრეცედენტი დაიწყება ის ჩემ ხალხსაც უთხარი ისიც რომ მე ვუთხარი მერთმაკნას ყველაფერი გადაწეს რო წახვალ და უფრო თანხის შესაგროვებლად ხო ხო მართლა ყველას არ არის თანხა ზოგი ისეთი გაჭირებულია რომ არსებობა უჭირს ხო ვეუნები დაუტოვებთ 5 ლარიანს იმ 5 ლარიანმა ღამე გაათენოს იმ ოჯახში და მეორდას მიხვალ და წამოიღებს ვითომ იმ ოჯახმა დადო რომ ამ ოჯახმა იცოდეს რომ იქ სალოცავი რომ შენება იმ წლით ძდევს მე აქცეთ ყურადღება რომ ხალხურ სიტუაციაში თანამოქალაქე არ ჩააგდონ აი ესეთი იდეაც კი არსებობს მე მინდა რომ ერთი ყველა მონაწილე იყოს იქნება იმან ხო მეტიციშოს და რაღაცა იმ წუთში არ აქვს და რაკნას ამიტომ მინდა რომ ყველა მიიღოს ანუ რუსთავში არ გამოაკლდეს პროცესი კი მინდა რომ სალოცავსაც მეტი ძალა ქონდეს რომ მართლა ხალხი დაშენებულია და მინდა პიროვნებასაც პასუხისმგებლობა მოქონდეს იმ სალოცავის წინაშე უნდა იცოდეს რომ თავისი წვლილი ძევს ბევრია ცოტა უნდა იდოს ეს არის ერთ-ერთი ამის ასევე ქორწინების სახს რო აშენებთ ახლა მე იქ რა თქმა უნდა მეჩხერებოდა ამ ხანი არც მეგონა თუ გაიჭემებოდა მინდა იმ ქორწინების სახში პირველი რომ გაბედნიერდება ოჯახი და უშუალოდ აფხაზი და ქართველი ან ოსი და ქართველი ან ქართველი და რუსი ხო იქ გაკეთეს სურათი და ეს სამხსოვროთი რო აი პირველად აი ჩხობის ამ ომის და უბედურების შემდეგ აი პირველი ოჯახი რომელიც გაბედნიერდა და ისე ვიწყებთ ურთიერთობას აფხაზებთან ოსებთან აი ესეთი რაღაცა მინდა რომ გაკეთებულიყო ყოველ შემთხვევაში არა ეს მხოლოდ ამიტომ კი არ იქნება ალბათ ყველას ექნება არა წვილს რომ უბრალოდ მეძახი პირველი წვილი რომ იქნება პირველი აფხაზი და ოსი მინდა რომ დარჩეს სამახსოვროდ იმ დაუშვათ იმ ქორწინების სახსაც და ისედაც ხალხშიც იყოს რომ ეს იმათაც იამაყებათ ხო რომ შევლენ სხვა თუ არაფერი ამ პროექტს აი და ხალხი დასაქმდება რაც თავარი ხალხი დასაქმდება და იქ შედია ისეთ ეროვნებით რომ ნახოთ რომ წამოს არ მოგიდება
ეხლა პირობები არ არის, მაგრამ აბა იქ გააშენეთ, აი რასაც გეგმავთ ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ, როგორი ბრწყინვალე საქმე იქნება. ამ პროექტს აქ ძალიან დიდი მხარდაჭერა. აი იქ გადახეთ თქვენ და თუ მე მიჩვენია ყველას აქ ჩანაწერი გაკეთებული. ეხლა ყველას ხო არ წარმოვიდგები, მაგრამ ჩანაწერები აი გარკვეული ნაწილი შემიძლია ეხლავე წავიკითხოთ და კარგი იქნება ბატონო გიგლარო. უთხრათ ჩვენს მაყურებელს რომ ამ იაღლუჯისთვის ხუთწლიანი პროგრამის მხარდამჭერთა ვინ არიან მხარდამჭერები, ვინ აწერენ ხელს. ეს არის საქართველოს სახალხო დიპლომატია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ბატონი დავით ჭიჭინაძე. ხლები უწერია რომელსაც შეუწერია. ჯერ კიდევ 2020 წელს აქვს ხელი მოწერილი ამ იდეის განხორციელების პროექტის განხორციელების მხარდამჭერთის ბატონი ბაღათერ არაბული მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 2021 წელს. ეს ბატონი ბაღათერი, მაგაც ბარებღა წავიკითხოთ. მაშინ ფრაგმენტს ავიკითხავ კი ბატონო. ჩვენ მხარს უჭერთ ნიჭიერი და გამორჩეული ეროვნული საქმეების მკეთებელი ადამიანის მრავალფეროვანი იდეის განხორციელებას ქალაქ რუსთავში იაღლუჯის მთაზე. იდეა სრულად პასუხობს როგორც რუსთავის, ისე ქვეყნის დღევანდელ მოთხოვნებს. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის კომპლექსი სალოცავი ქორწინების სახლი, უპოვართა სახლი და პანთეონი არც საქართველოში გქონია და არც მსოფლიოში გამიგია. ერთად ოკაცია ამაზე ავტორს კარგად აქვს შერჩეული იდეის განხორციელების ადგილი, კომპლექსი ძალიან გაალამაზებს ქალაქ რუსთავის ხედს და ბატონი ბაღათერი აწერს ამას ხელს. საქართველოს გამომგონებელთა კლუბის თავმჯდომარე ბატონი ომარ ბილონაშვილი წერს ესეთ რამეს რომ საქართველოს გამომგონებელთა კლუბი და გამომგონებელთა მსოფლიო ასოციაცია IFIA-ს წევრები გაცნობებ და ერთხმად უჭერთ მხარს ნიჭიერი ადამიანის და მოქალაქის ილგუჯა ქოჩიაშვილის მიერ იაღლუჯის მთაზე კულტურულ-სოციალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს სალოცავს, ქორწინების სახლს, უპოვართა სახლს და პანთეონს. ამ მნიშვნელოვანი იდეის ავტორებისათვის ბატონი ილგუჯა ქოჩიაშვილი არჩეულია საქართველოს გამომგონებელთა კლუბის საპატიო წევრად და საპატიო თავმჯდომარედ. მე აქვე დავძენ და დღეს არ არის ამისი ფორმატი და საუბრის დრო, მაგრამ ვიტყვი რომ ბატონი ილგუჯა არის არაერთი ინოვაციის და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური უკუგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ოჯახისთვის და სრულიად საქართველოსთვის ზოგადად. შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატები აწერენ ხელს ბატონი ნუგზარ მოლოდინაშვილი, მურმა ბატონები ნუგზარ მოლოდინაშვილი, მურმა კვარაცხელია, ვახტანგ ყოლბაია, როსტომ შამუგია, თემურაზ მჟავია და ისინი მხარს უჭერენ ამას. ასევე ხელს უჭერს მხარს უჭერს სიმბოლური აი ერთლარად რომ იქნეს გადაცემული ეს მიწა საქართველოს მეცნიერთა კონგრესი და კონგრესის სპიკერი ტონი ერეკლეშონია, კონგრესის წევრები, მეცნიერთა დოქტორები ჯუმბერ კოპალიანი, რამაზ გახოგიძე, ვახშიზანია და სხვები. მსოფლიოს ქართველ ემიგრანტთა ალიანსის სრული მხარდაჭერა აქ პროექტს ნანა გოგალაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული აკადემია ბატონ შოთა მირიანაშვილის ხელმძღვანელობით და ბატონი ლადო რამიშვილის ხელმძღვანელობით. სამოჩაბლოდან დევნილთა 4-ვე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას და ხელმომწერები არიან ბატონი სპარტაკ პეტრიაშვილი, ლაშა მარგიანი, ბერულაშვილი, ზვიადმინდიაშვილი, ცალკეული ინდივიდუალური პირები და ხაზგასმელია რომ ესენი მხცოვანი ადამიანები არიან, რუსთავის ცოცხალი მატიანეები, 90 წელს მიტანებული და გადაცილებული ადამიანები, ისინი პირიქით მადლობას უხდიან ბატონ გუჯას ასეთი იდეისთვის და მზად არიან წვლილი შესატანად. შემდეგ არის ექიმის ლევან მიროტაძის, ქალბატონ ნინო კვესაძის და სხვების ხელმოწერები და თხოვნები. ეხლა ყველას ვერ ჩამოვთქვი. რუსთავიდან ზევიდან რო არ ჩამოთვალით ის. არა, თქვი რუსთავიდან. არა, ზევიდან სულ პირველი. რომელი? ეს ისი არის. ცალკეად არის რუსთავი. სულ ყველა თქვენ დაამატეთ. პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარე, ყველა პენსიონერის სახელით, ჩანაწერები აქვს ყველას ის კი არა და უშუალოდ პიროვნული.
ბატონი გურამ ქაშაკაშვილი, რომელსაც მე და მთელი ქალაქი ძალიან დიდი პატივს ავცემ და ძალიან დიდი დამსახურება ამ კაცს, წინვალი ადამიანი არის. მთელი პაკეტია დოკუმენტები შემოძვირფასება, აქ ყველას ვერ ჩამოთვლით აბსოლუტურად. თქვენ დაამატეთ ბრძანებით, კი, ყველა უჭერს ხალხს. წერლები, სულ აბსოლუტურად. არასდროს ოფიციალურ ჩანაწერი არ ქონდეთ. ის კი არა დაუშვათ აი მოტოს კაი პროექტები არა. ყველა ჩანაწერები რამდენად მნიშვნელოვანი პროექტი არის და ეხლა ამ პროექტის ესე მიყურადღება და ის ცოტა ის არის. ეხლა გავაგრძელებთ ცევის საუბარი, მე რომ ეცოთ მხარდამჭერების თემას მოვჩები, მე ახლა ბატონ ზაქარიასთან გადავალ შეკითხვითაც და თხოვნით. იმედია დღეს ამას იქით საქართველოს მოძრაობა საქართველოს შვილები გაუჭერთ მხარს და შეუერთებით აი როგორ შეაფასებთ და რას ვიტყვით. რამდენად მამულიშვილის საქმე ყველაფერი ჩავეჭრებია შეგახსენებთ ბატონი ზურაბ ჩამდანებული იყო თავის მეუღლესთან ერთად ამ პროექტთან დაკავშირებით. და წინვალიანიაში იდეა შემოთავაზეს კიდევ რომ ავიდო და დავიწყოთ იქ კეთებაო კაცო რას მიზავი ხო დავიწერენ ხო და მე თავი შევიკავე მე ვთქარ კაი სალოცავი დავიწყოთ მაგრამ არ გაგუკეთებინა მე ვაპროტესტებ ეს ორი ხმა რო ჩავიდა მესამე არ უნდოდა ხო ეგ გისმენთ ხო ასე რომ ჩამბრძანებული იყვნენ და მე მადლობის მეტი სამხალთა თოთ საქმე რაშია ბატონო ეგუჯამ თვითონაც ხო მოგესალმებით თვითონ ტელემაყურებლობა და სოციალური ქსელის მაყურებლობა მინდა რომ ესეთი რამ თქვა ახლა ჩვენ ბატონო გუჯამას აღნიშნა რომ ვიყავით ჩვენ ჩასულები სხდომად ჩატარდა ამ თემაზე და იქვე გავუთხით ჩვენ და ჩვენმა ორგანიზაცია ხარდაჭერა საქმე რა არის იცი ბატონო გიგვა კითხვა წერან თქვა ბატონმა ელგუჯამ რომ კითხესო რომ რითი უნდა აშენდეს კი ბატონო ადამიანმა გაცა პასუხი პირველი რიგი შეკითხვა ეს ჰქონდათ ხო ნუ ეხლა ბიუჯეტში უნდა ჩავსვათო ნუ შეიძლება ბიუჯეტში ვერ ჩასვან და რა შემოწირულობებით აკეთებს ეს ადამიანი და რუსთაველები აკეთებენ თავისი თუ რუსთავის არის ის ტერიტორია და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ეს ტერიტორია. ქალაქ რუსთავს არა აქვს უფლება რომ ადგეს და გადმოქცეს. ეხლა ჩავერთვები ბატონო ზურაბ ეგ ქალაქს არ ეკუთვნის ეგ არის ქონების მართვაზე. მე ვიმართე ქონების მართვას წერილობით ოფიციალურად მაგრამ მიმართული მაქვს და იქიდან მომივიდა რომ ჩვენო გარანტიას არ გაძლევთ პირობა არ არის მაგრამ მოგვიტანეთ თანხმობის წერილი ქალაქიდან და თანხმობის წერილი საბა მაინც ქალაქს უკავშირდება ეს ბუნებრივი არა გააგზავნა არა უბრალოდ რო იცოდეთ არა ქონების მართვაზე ზუსტად ამაზეა საუბარი ქალაქის ბიუჯეტს ასე ვთქვათ კისერზე არ აწვება ეს ტერიტორია მე ძალიან კარგად ვიცი ჯერ 90-იანი წლებიდან როგორ მოოხრდა ეგ. იქ საბაგიროც იყო მე რამდენადაც მახსოვს ადრე და თუ არ ვშტები პასიონატი იყო მანდ მეტალურგიული ხარსნის და თავის დამსახურებულ შრომელებს სიგილეში და ესენა ზაფხულში მაინც ხო ეს სტუმრები რო ჩამოდიოდნენ ქარხანაში ასვენებდნენ მე რამდენადაც ვიცი ეს ამ შენობას მხედრიოინი დაეპატრონა ერთი პერიოდი და შიგნით გამოძარცვეს სულ აკერონული აგრაფია იყო გამოძარცვეს სულ ამიტომ თუ არაფერი იქ არ კეთდება ამ ეტაპზე არც არაფერი არ არის დაგეგმილი და თვითონ მერია იძახს რომ ჩვენაფერი იქ არ აქვს ჯერჯერობით დაგეგმილი რა ამ იდეას რატო აყოვნებენ მიზეს მე ვერაფერს ვერ ხედავ გარდა იმისას რომ შეიძლება მათაც ძალიან მოწონდეს იდეა მაგრამ არ დაუვალიათ მოწონს აუცილებლად არანორმალური უნდა იყოს ადამიანი რომელიც ითქვეს რომ არ მომწონს მაგრამ თუ იდეა მოგწონს კაცი მოვიდა და იძახის რომ მე ვარ გარანტი იმისი რომ ამას 5 წელიწადში ავაშენებ და დავასრულებ
ფულს არ გთხოვთ არაფერს, თვითონ რუსთაველების თხოვნას გიჟღერებთ, შემოგარგებოდა გეუბნებიან რომ ეს ხალხი რომ ჩვენი სახსრებით ტერიტორია გამოგვიყავით 3 ჰექტარი რა გახდა ამისთან და რომ ვერ გამოუყოთ რომ ამ ხალხმა თავისი წვლილი და თქვა შვილიშვილებს მერე დაუტოვოთ ამბავი რომ იცით ეს ჩვენ ოჯახსაც აქვს ამაში წვლილი მიღებული და პლუს ამას ეს ადგილი შეიძლება გადაიქცეს ტურისტულ შეიძლება კი რა აუცილებელი ეგრე იქნება თავისთავად გადაიქცევა ერთ-ერთი შემოსავალი იქნება კიდე რუსთავისთვის რომ ვიღაცა ტურისტი ჩვენ სულ ლაპარაკობთ ტურისტები უნდა მოვიზრდეთ რუსთავში რა ჩამოვა ტურისტი რა უნდა ანჩვენოთ ესეთი რაღაცები თუ არ აჩვენეთ არაფერი არ გამოვა იქ ტურიზმი ვერ განვითარდება და რუსთაველებსაც შემოუვათ სახსარი გზა გაკეთდება ამ გზაზე დაინიშნება ტრანსპორტი ეტრია ყველაფერი პროგრამაში ხო და მე ვფიქრობ რომ ესეც როდიდან დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი ბიზნეს 2018-ში 7 წლის განმავლობაში კარიდან კარზე დადის ბატონი გელგუჯა და ყველა ეუბნება გუფრა კარგია რას ელოდებით ხალხო მე ეს მაინტერესებს რას ელოდებით როგორ გინდათ ცხოვრება რომ იამაყოთ იმითი რომ რამაგრად შეუშალეთ ხელი ადამიანებს კეთილი საქმის კეთებაში ეს იქნება საამაყო მე პირდაპირ მიმართავ რომ ხვალიდანვე მოკიდეთ ამ თემას ხელი ჩაუყენეთ ბატონი გუჯად სათავეში აი ამ საქმეს რომ იცახის შენ ის მაინც არ გაინტერესებს რომ ერთი რანაირად გაართმევს თავს ამთენ საქმეს გამოსცადო რა გამოსცადეთ მიეცით ამისი უფლება ამას ერთი ხელის მოწერა უნდა და ხმა უნდა ევისი რომ გადმოგეცეთ აგერ ბატონო და გიყურებთ ეხლა ერთი წელიწადი შეხედავთ რას გააკეთებთ თუ არაფერი არ გაკეთდა ვერაფერი ვერ გაკეთდა მერე წამოიწყეთ ის რომ უი რა კარგი იყო და მოდი ჩვენ გავაკეთებთ ან სვან გააკეთოს ან რაღაც მიეცით ამ ადამიანებს ინიციატივის გამოჩენის საშუალება და მიეცით ადამიანებს საშუალება რომ ეს ინიციატივა განახორციელონ კი ბატონო დიდი მოთხრობა ხო არ არის რაც წავიკითხე ბატონო ეს მოთხრობა ხო არის წავიკითხე და უფრა კარგია და გადავდოთ გვერდზე ეს არის პროექტი და ამ პროექტს უნდა ხელის შეწყო ბატონო რაღაცას გეტყვით ისე მაგასთან დაკავშირებით ჩემი თანათავმჯდომარე არის ქალბატონი მარიეტა გვარი ერგემლიძე წინვალი პიროვნება წინვალი ადამიანი ეს პროექტი რო დავწერე რაღაცა შეკითხვა მქონდა პროექტთან დაკავშირებით საქართველოს თავმჯდომარეთან ნოდარ შერონია იყო მაშინ ეს აღარ არის რომ მიიტანა ეს პროექტი და წაიკითხა ამ კაცმა მე თვითონ ქალბატონი მომიყვა მე ოღონეს გააკეთეთო მე თვითონ ამოვალ გავიხდიო ყველაფერს მე ვიმუშავებ იქო ოღონე დამონახეთო რომ აი საუბარი კეთდება საქართველოს თავმჯდომარე ხარ ვიღაცა ხო არის საქართველოს თავმჯდომარე მე ეხლა ცირფასო მაყურებლებო აი ორივე სოციალური ქსელის და პკტ-ის მაყურებლებისთვის წარმოვადგენ აი მაგეთს ნუ ასე გამოიყურება ის ეკლესია რომელიც ჩაფიქრებულია რომ აშენდეს ის აუცილებლად რომელიც უნდა აშენდეს იარუჯის მთაზე ამ მოხრიო მაცხოვრის შობის სახელობის ხო ალბათ როგორც მახსოვს კი ბატონო ეს ერთი და აგერ ბატონო თქვათ განაშენიანების გეგმა და ყველაფერი როგორ არის გაკეთებული და გადაწყვეტილი თავისი ვესტით, თავისი ნაფხით, თავისი ყველაფრით. ეხლა მე მინდა საკითხი ცოტა სხვანა ეწუთე. მოგცემთ ეხლა თქვას მე მინდა მიუმართო აი იმ ხალხს ვისაც ბატონი გუჯა თავის დროზე შეეხმენ იმ დაწესებულებებს, იმ ორგანიზაციებს, რომელსაც ბატონი გუჯა თავის დროზე შეეხმიანა წერილობით. აი 2018 წელი აღნიშნა, ხო? აი 7 წელია უკვე გასული და ამ 7 წლის მანძილზე პროექტის შესახებ დოკუმენტაცია ჩაბარებული აქვს, ну, თავისთავად ოცნების თავმჯდომარეს და ოცნების პარტიას რუსთავის მერი, გარდა ამისა, რუსთავის მერიამ, რუსთავის მაჟორიტარული დეპუტატის ბიურომ, ეს სხილაძე ხო? არა, ბეგაძე და
ხეიძე და ბრეგაძეს ორივე. ქვემო ქართლის გუბერნიას, ქვემო ქართლის მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის პენსიონერთა კავშირს და იმ დეპუტატს კიდე. გარდა ამისა, მეორე თუ 2 თუ 3 წერილია გაგზავნილი ბატონ ბეძინასთან. ეხლა ნახოთ ქალაქის მერთან, დღევანდელ მერთან ქალბატონ ნინო ლაცაბიძესთანაც არსებობს წერილები. არის მხოლოდ შუალედური პასუხები, რომ იმ შემთხვევაში თუ დაიწყება ამ პროექტის განხორციელება, ბატონ ელგუჯას ავტორს ამ იდეის და პროექტის ავტორს და რაღაცა გარკვეული ღვაწლი უკვე შეტანილია, უკვე დაძრული აქვს საქმე, ამიტომ აი ჩაგთავთ საქმეში, გესმით ხო? აი როგორ უნდათ ინიციატივის ჩაგდება ხელში, ისე რომ თვითონ არაფერი არ უნდათ, არც თანხის გაღება და არც ითხოვს ეს კაცი არაფრის გაღებას აბსოლუტურად ამბობს. ეს იქნება ისეთი ადგილი, რომელსაც და ისეთი კომპლექსი, რომელსაც სულიერ საქართველოს საზოგადოებისთვის ააშენებს რუსთავის საზოგადოება და სხვა მხარდამჭერები და შემომწირულები. ხო ესე ბატონო გუჩი. ეხლა ნახეთ რა ხდება. 7 წელია წრეულ ბრუნვაში ასე ვთქვათ ეს წერილი. პასუხები არ არის ამ თუ არის ამას პასუხი წავიგდო რომ მომივიდა მერიიდან ქალბატონ ლაცაბიძე როქწეს. პირადად არა, მაგრამ მერის პასუხი არის. მან ის წავიკითხოთ ისე როგორც არის. და კაბა სად არის ახლა ეს აქ დოკუმენტები მთელი სერია. ანუ მე მოდი თქვენ მომიძებნით ახლა ეს და მე გავაგზავნებ ჩვენს იმას. ნახეთ კი ბატონო და თქვენ წაიგითხეთ. ანუ მე გავეცანი ამ დოკუმენტებს ახლა მთელი დოკუმენტების პაკეტია აქ. ახლა ამის საკითხვა ძალიან შორს წავიყვანს, მაგრამ აი ერთ ფრაგმენტს რუსთავის მერიის პასუხს, რომელიც გათარიღებულია 2022 წლის 1 აპრილით. და პასუხში წერია ეს რაღაცა. აი თქვენი მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული თქვენი ამ ადამიანის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ რომელიც ეხება იაღმუჯის ტერიტორიის ათვისებასა და კეთილმოწყობას, გაცნობებთ, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობის განაშენიანების ან სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს თქვენს ჩართულობას საკითხის განხილვაში. აბატონო არც დაგეგმილია, არც არაფერი და დაგეგმეთო, მეეო დაგიძახებ და ნიჩაბს დაგაჭერიებთ ხელში. არა, ეხლა მოდი სწორედ გავიგოთ იძახის, რომ თუ დავიწყებთ, არა, როცა დავიწყებთ, ესე გამოდის უზრუნველყოფთ ჩართულობას. არა ამ პროექტს, არა, რაც გინდა იყოსო, გინდა ეს პროექტი, გინდა რაც გინდა იყოს ეგრეთ წერია მთლიანობაში. ხო, დადებითია, მე მაგას მივესალმები, მაგრამ თუ მივესალმებით, ეხლა ასეთნაირად მინდა ვთქვა, ნახეთ თუ ესე იგი ამ პასუხიდან ჩანს ბატონო გუჯა, მოგეთ ახლა ცოტა ოპონირებაც გავუწევთ. ამ პასუხიდან ჩანს ქალაქის რუსთავის მერიიდან, მერია ჯერ არაფერს არ ფიქრობს. თქვენ უკვე შესთავაზეთ საზოგადოებისგან, რუსთავის საზოგადოებისგან და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან მხარდაჭერილი იდეა, პროექტი, რომელიც აი ამ გაუდაბურებული მთის პრაქტიკულად ისევ კეთილმოწყობას ფუნქციის მინიჭებას მისთვის ამის ფუნქცია რომ მოიძებნოს ამას ემსახურება და ისევ არაფრის თქვენი პასუხი მოდის. თან იმ ფონზე მიაქციეთ ძირფასო მაყურებელობა ამას ყურადღება. იმ ფონზე როცა ადამიანი ნოვატორი არაფერს არ თხოვს არავის. ამბობს ჩვენ გავაკეთებთ და პრაქტიკულად ეხლა ამას ცოტა ისეთი პროფესიული ტერმინოლოგიით ან სამსახური ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, crowdsourcing-ის და crowdfunding-ის ფორმატის გამოყენებით აპირებს ამის გაკეთებას და დასაძრახი ამაში არაფერი არ არის. მსოფლიოში ყველა საუკეთესო პროექტი სწორედ crowdfunding-ის რა ქვია მეთოდის გამოყენებით ხდება შესაძლებელი და უამრავი რაღაცა არის შექმნილი ამ კუთხით. რა გიშლით ხელს? თანხმობა უნდა ამ კაცს ელემენტარულად და დაიწყება ეს გაკეთება. ეხლა მე ძალიან კი მინდა და ასე ვთქვათ სიტყვა გამირბის, მაგრამ ჩვენ შევხვდით გადაცემის დაწყებამდე, რომ ის იღმისეული მნიშვნელობა, რაც მას გააჩნია ამ პროექტს, ხო, მაინც და მაინც ჯერ არ გვინდა ზედაპირზე ამოვიტანოთ, მოვა ამისი დროც, დადგება, გარწმუნებთ და მე მიხვდებით, რომ საუდენს საჭირო და აუცილებელი არა თუ 7 წელი დაგვიანებას ეხანება, ეს არა მე დღეს არ უნდა გადასცდენოდა ამ პროექტის მხარდაჭერა. მით უბრალოდ ადამიანი და ინიციატორი არაფერს არ გთხოვს, გადაუცვლილებო, ხო? რატო ეს გულგრილობა, აი რატო ეს ფარატინა ქაღალდები არაფრის მომცემი? მეც
ვიცი რა მეც მწარე გამოცდილება მაქვს როცა ვთქვათ ხელისუფლების ამ ოცნების ხელისუფლების დროს რამდენიმე ინსტიტუტს მივმართე და იცი თქვენ არაერთი გადაცემა გვაქვს ჩვენ გაკეთებული თეთრი წყაროელი საკალმახის მფლობელი რო იყო ცხონებული გოგი ღარიბაშვილი რომელიც სტიქიამ გაანადგურა და კაციშვილმა არ მიაქცია მის წერს და ამას უყურადღება და მე გული გაუსწრა კაც ამდენი უყურადღებობისგან და ამდენი ქვია აბუჩა დაგდებისგან რა ჩაგადაუარეს ეხლა ცას არავინ არ გამოუყერებით იმ ადამიანს რომელსაც თავში ეს იდეა მოუვიდა განახორციელა ხო გადადგა უკვე ნაბიჯები ხო შექმნა ფოტოშურის ქალბატონ ნინოს დავალებით არის გაკეთებული ძალიან კარგი მე თუ არავის არ უკარგავთ არაფერს პროექტი როგორც ავირჩიეთ ქალაქის მერად მესამე დღეს მიგზავნის ისევ თავის პიროვნებას და ეუბნება რომ მე გამოვიყობ ტრანსპორტს და გამოვიყო 12 კაციან მიკროავტობუსი აბზანდით თიალგუჯისთან და სად რა გინდათ გამიკეთეთ გააკეთეთ მე გავაკეთე აგერ არის ყველაფერი ნახაზი გაკეთებული ესკიზი გაკეთებული ეს არის იმის დავალებით ქალბატონოს დავალებით დიდი მადლობა მაშინ როდესაც არა კი ეხლა მე კმაყოფილი ეხლა მან რაც გინდა მოხდეს მე ნილოს კმაყოფილი ვარ ჩემი საყუდური არის რა გავაგზავნოთ რა ეს როდის გაკეთეთ წელით არის 2022 წელი 3 წელია უკვე გასული რა გიშლით ხელს რომ დაიწყოთ ქალბატონ ნინო მე სხვადასხვა ძალიან დიდი პატიმრისეული ვარ და ვიცი დაუსწრებლად გიცნობთ და ვიცი მოღვაწეობას და ყველაფერი აი რა გიშლით ხელს ნუ უსმენთ თქვენს ჩინოვნიკებს წვრილ ჩინოვნიკებს რომლებმაც არსი შეიძლება ბოლომდე ვერ გააცნობიერეს თუ რა დგას ამის უკან და თქვენთან ალბათ თქვენ გექნებოდათ საუბარი ხო ქალბატონო ანუ თქვენ მაინც ხართ საქმის აი რა გიშლით ამის გაკეთებაში ბატონო გიგა ეხლა მოდი რეალურად შევხედოთ ქალბატონო წინააღმდეგ ყოფილიყო არც ამას არ დავუდა არც მაგას არ გავიგზავნე 3 წელი გავიდა არა გავიდა მაგრამ იმის შემდეგ შეიცვალა რაღაცები მაგაზე მოხდა ზევიდან ზემოქმედება ქვედან მაგას ვერავინ ვერ გაუგებობს ეს ეს ჩემი აზრით არის ესე და ამიტომ იკავს თავს თორე რატო დამავალებდა მაშინ რა ვიფიქროთ რომ იტყუება მატყუებს არ არის ეგრეთ ქალბატონი ეგ თუ აი ძალიან კარგი მე ჩემ წარმოს არ შევიცვლი გინდა ამ რომ წეს იგი რომ ჩვენ უზრუნველყოფ თქვენ ჩართულობას უზრუნველყოფს ხო ეხლა ხო რა გამოდის ესე იგი არ გამოდის მე უნდა გავიწევოთ და ვიღაც უნდა გააკეთოს ეგ უსამართლობა ფაქტია თქვენ მაგრამ როგორც პიროვნებას მე ვაღიარებ რომ მაქალბატონს პატივს და პატივს მიუხედავთ რაც ხდება დღეს კი ბატონო მაშინ ესე იგი გავაკეთოთ ხო და მივმართოთ და ვთხოვოთ მადლი ქენით მარილიც მოაყარეთ და გაიარეთ მე დახტება ქალაქს ეს ყველაფერი არასდროს დამიფიქსირები არის სოსო ალიბეგაშვილი ვისთანაც იყო საბუთების შეტანა მთავრობის კანცელარიაში მე მოვიტხოვე შეხვედრა მე ვუთხარი თუ ამ ხალხს პატივს ემთ მოვიტოვე ბატონ ღარიბაშვილთან შეხვედრა გთხოვთ ყველა სახელით პირადად უშუალოდ შეხვდეთ და გავისაუბროთ ნუ თვითონ ეტყობა არ ქონდათ რომ მაგას არ გამოვიწყავ და შევხვდი ბატონ სოსო ალიბეგაშვილი თქვა უნდა თავიანთი ნებით ჯერ ბატონმა სოსომ მივეცი რა მიკეთებია მე ეს რაც მიკეთები ყველაფერი მანდ არ არის მაგრამ გადაავლო თვალი და რამდენი სიკეთე ქონია გაკეთებულიო ისე მესიამო რაც მე ეს დაინახა და შეამჩნია ძალიან ბევრი მაქვს ამიტომ მათ კიდე ვაშტოთ წერია რაც მე მიკეთებია და ამან ეს რო გაიგე დამეხარდა და მითხრა რომ ვეცდებით რომ ყველაფერი კარგად იყოს მოვდივარ იქიდან დაგიკავშირება ან გუბერნატორის მოადგილე ან ქალაქის მერის მოადგილე კი ბატონო მეთქვი გავიდა ერთი კვირა დაახლოებით ეხლა გამიკვირდა არავინ არ მიირეკავს არ მიკავშირდა დაურეკე ისე ბატონო სოსო მე ვთქვი ესეთი მდგომარეობა არავინ არ ეკავს და რომ ვიცოდი რა ხდება მეთქვი და მეო მინდა რომ ორივე მხარე იყოს კმაყოფილიო მე ვთქვი მეც ეგ მინდა აბა მარტო მე როგორ ვიქნები კმაყოფილში არ იქნებიან ან ისინი თუ კმაყოფილებიან და მე თუ არ ვიქნები გამორიცხულია ამიტომ მე ამ ბატონ სოსოს ძალიან კმაყოფილი არ დავმალავ ხედავ ადამიანში ადამიანობა ჯერ და მერე დანარჩენი ეს მე ვიგრძელი როგორც ქალბატონ ნინოში ასე ვიგრძნობ ბატონ სოსოში ეხლა თუ პრობლემა ხდება პროექტი ყველას მოწოს ფაქტისა თუ პრობლემა მე ვარ მაშინ მითხრა რა მაგ დანაშაული მე ჩემ ცხოვრებას რაც მithori ივანიშვილს რომ მივწერე ბატონ ბიძინას იქ დავწერე მე რომ მე სიკეთე მიკეთებია და მზათავარ ყოველთვის ვაკეთო სიკეთე თუ რამე პრობლემა მე მზათავარ პასუხი როგორ ჩემ სიტყვებზე საცაგინდა იყოს მაგრამ სიტყვებზე და საქმეზე რაც მიკეთებია და იქ რაც არის ჩამოწერი ზღვაში წვეთია ჩამოწერი რაც მე მიკეთებია ფერ ცხოვრება სიკეთე არაფერი მიკეთებია და ბაღეთ არაბული ზუსტადაც ჩემ იმაში რომ ზგავსი განცხოვრებით არც რუსთავი არც საქართველოში არ მეგულებ ბევრი მაქვს სიკეთე ნაკეთები თუ არის აქ რომ რაღაცები ამოიღო თუნდაც აგერ ნარკომანიას რო შევეხეთ მე მყავდა ბატონი ზურა რუჭიაშვილი მოწეული ჩემთან იქ
როგორც მარგველაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი, გამოვიდა თუ არა, მაშინ დაიწყო რომ ნარკომანიაში კანონები უნდა შევარბილოთ, შევამსუბუქოთ და ძალიან მკაცრი კანონები გვაქვს. არ მომეწონა ეს სიტუაცია. და მაშინ მიმართა წერილობით მაშინ იყო აღარ მახსოვს და შემოაყალიბა ორგანიზაცია, რომ შეცვლილიყო შენკელი იყო. განათლების მინისტრის მიმართა მომეწით უფლება შევიდა საჯარო სკოლები და ნარკომანსადმი პროპაგანდა წავიკითხო ლექციები. მომივიდა თანხმობა. შევედი რუსთავის 5 საჯარო სკოლაში, 2 ბონის აზერბაიჯანის სკოლაში და ერთ გაჩაის აზერბაიჯანის სკოლაში. სპეციალურად თუ არ თქოს ვიდა მარტო ქართულ ბავშვებს ზრუნავს, ამიტომ შევედი გაჩაის აზერბაიჯანის სკოლაში. და რა ხდება ხა ჯერ ჩამოყალიბა გუნდი, პირველი იყო ქალბატონი ლია მარტაშვილი, ეს არის პედაგოგი და ჟურნალისტიც. მეორე იყო იური ბელაშვილი, ბოლოს რა მნიშვნელობა რა გავიტყვი, ინჟინერი, მემსახურებოდა მანქანით. მიყავდა მოყავდა თან გადაყვა ეს კაცი და არ შეიძლება ამ კაცის არ დანახვა და არ დაფასება. ასევე იყო მე ემდარ გოგოლაძე ახლა ხანს გადაგვეცვალა სამწუხაროდ ნათელში იყო სიმისული. იყო ნელი მანჩხაშვილი ფსიქოლოგი და ყავდა კიდე გივი ჭუმურდევთქვი დევნილი რო იყო. ეს 5 ადამიანი. და ყავდა კიდე ლია კუტალაძე ესეთი არის გაზეთ კრიმინალის ჟურნალისტი იყო. ისიც ყავდა. სანამ შევიდოდით სკოლებში ბავშვებთან, ხო, დავკიცენ და ყველა გავაფრთხილე. არ დაგინახოთ ბავშვებს დაელაპარაკოთ თქვენ ვიღაცაა და რაღაცას წარმოადგენთ. ელაპარაკეთ როგორც ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. აი ეს ელაპარაკეთ აი ამ დროს და აი ეს თბილი საუბარი მიყავდა სულ ყველასთან. თქვენ ვერ წარმოვიდგენთ როგორ გახარებული იყვნენ ბავშვები. და როგორ გახარდა მშობლები, აი ყველგან ტაში გვაცილებდნენ. პედაგოგები, მშობლები, დირექტორები, სულ ყველა აბსოლუტურად. აი ეს რო დავამთავრე მე ახლა ეს ჩვენი ხარჯებით რა შევძლებთ ეს გავაკეთეთ. დაიწყო მეორე სასწავლო წელი. და მიმართა წერილობით ყალაძეს. აუხსენი სიტუაცია, მე რაც შევძელი და ჩვენ რაც შევძელი ჩვენმა ორგანიზაციამ. რუსთავში და ქვემოქალაქში მეტაკლებად ეს გავაკეთე და ფინანსურად დაგვეხმარეთ საწვავის ფული, მაგრამ რომ გადავადგილე, ეხლა ვერ ვეტყვი რომ მინატვრა მოიტანე სახელმწიფო ფული და წავიდა ცუდი ბავშვები, ესე ვერ შევძლებდი. არანაირი პასუხი იქიდან. და მე რა გავიგე, იცი ძალიან გული დამწდა. როდესაც მოვიდა ხო ერთი თვეა პასუხი უნდა გამთეს ან დადებით, ან უარყოფილი ყველა წელს ერთი თვეა გვადა, ხო? ბოლო დღე რო არის ეს წელი გადაუგზავნა განათლების სამინისტრო, იმიტომ განათლების სამინისტრო ვალდებული რომ მე მომწეს თანხა და წავიდე და სკოლებში შევიდე. ნუ არ უნდათ, მაგრამ აი თქვა კითხვას, რატო არ უნდათ? რა ვალდებული ვიყავი მე რომ ჯერ მეფიქრა და მე კიდე ეს მეკეთებინა. არა და ეს აუცილებელი გასაკეთებელი საქმეა. ეს არის აუცილებელი საქმე და ამაზე უნდა გამიყოს თანხა და ამაზე უნდა იფიქროს სულ ყველა აბსოლუტურად. კი ბატონო. მე კიდე მოგიყვანთ ერთ მაგალითს. საბავშვო ბაღებში 2007 წელს იყო მგონი ჩატარდა ტენდერი, ტენდერში გაიმარჯვა შემოუწინა პარმა. და როგორი სიტუაცია, რო დავიწყეთ, პირველი ტენდერი იყო და იქ გარანტიები არ ჩავდე დაუშვათ ფასების გარდაში ცოლებაში და ისეთნაირად მოხდა 3 თვით ადრე, სანამ დამთავრდებოდა ეს ტენდერი, ფასები გასამაგდა. მე ვყიდულობ ჩემი ხარჯებით, საკუთარი ხარჯებით ვყიდულობ და ერთი ბაღი ხო და ერთი ბავშვი ხო არ არის, მთელ საბავშვო ბაღებს ვამარაგებ 3 თვის განმავლობაში. ფაქტიურად რომ გადმოვანაწილო, მთელი წელიწადი მე შევინახე ეს ბავშვები. და ბიუჯეტის თანხა მე ვიხდიდი და რატო რისთვის? ვინმე დაინახა ეს სიკეთე? და მე როდესაც მომმართე იმან ირაკლი ტაბაულამ რო ვითხარით, ვერასხლებმაც და მაგ თემაზე აღარ მეუნებიან თანხაზე. მე ვთქვი, ქვედალოთ ეხლა რომ თხოვთ თანხას. როდესაც სკოლაში საბავშვო ბაღში 3 თვე ვაჭრობდი ჩემი ფული, რატო ერთმა ან მერმა ვიღაცამ რატო არ მითხარით მე ეს ფული საიდან მომაქვს? მაშინ არაფერი, ხო იმიტომ რომ ვაკეთებ და არაფერი, მაგრამ მე ხო ვზარალობ ამით. სკოლაში შევედი, ინტერნატებში არის მე-6 საჯარო სკოლა რუსთავის და განათლების მაშინის პერიოდი იყო, რომ გათბობის სისტემა მონტაჟდებოდა სულ ყველგან და მივიღო მონაწილეობა და მეც შევხვდი ერთ-ერთ სკოლა რუსთავში გასაკეთებლად. გავაკეთე ეს ყველაფერი და 1300 ლარი ეხლაც გადასახდელია განათლების სამინისტროს. რატო ვერ გავიგე რა? სულად იყო რა მითხრა და კიდე რა მინდა აღნიშნო, მინდა რომ თქვენს გაითვალისწინოთ. ეხლა დააკვირდით. სად მე პროფესიით მეტალურგი ვარ, ხო? სად საბავშვო ბაღების კრები? ყვება. სად ფერადლითონის ჩამოსმა, ბრინჯაოს სარკეებს უშვებდი. სად ტოლის გადახურებით კრიშის რბილი გადახურა, ტოლის გადახურა ქვია, მოდის ამ სიტუაციაზე. იმასაც ვაკეთებდი გაფორმებული ფულა ხელშეკრულება და სულ ყველაფერი არის, ყველაფერს ვაკეთებდი, თან ვაკეთებდი ყველაფერს მაღალი ხარისხით. ასოს ვუგებდი ყველაფერს თავზე. თუ კი ერთ ადამიანს მე გამაჩნია, ესე იგი რაღაცა შემიძლია. ხო პლუს ვიგონებ მე თვითონ, მე კერავინ არ მაძლევს ამ საქმეს და მე თვითონ სულ ვასაქმებ. და სულ დასაქმებული ვიყავ მე თვითონ. ერთი მითხრან რა გამაქვს ცუდი, ვისთანა ვარ ჩაჭრილი, მითხრან გინდა კაცობაში, გინდა ადამიანობაში.
მე არ მეთქვია, მაგრამ გეტყვით, რომ განათლების სამინისტროს რომ მიმართე, იქიდან მომივიდა რომ გადახედე ჩემი საბუთები ყველაფერი შესრულებულია ხუთიანზე, მაგრამ ვერ მოგცემდო შეიტანო სასამართლოშიო და კანონიკა მეკუთვნის და მოგცემდო ყველაფერი მიღება გაკეთებული გახსო. როცა რა არა მე მაგის კაცია რომ სასამართლოს ჩივლ დავიწყო და რაღაც 1300 ჩემს და ფულია როცა მაგრამ მაგაზეც უარი ვთქვი. მითხრან ერთი რა არის პრობლემა, მე მზათავ მოვისმინო. არ არსებობს არ გაუგო ადამიანს. ნებისმიერ თემაზე და ესეთი პრობლემები შექმნა თუ წართმევა უნდათ პროექტის. რაც ახლა გამართლება არ აქვს. მინდა ბატონო გლეხა ამას მივაქციოთ ცელულ ყურადღება რომ მე მაქვს მეორე პროექტი. ის ბიზნეს პროექტი არის და მეორე ჯობი ამ პროექტს. ის არის რომელიც ამას უნდა მიებას? არა, ის ცალკე არის. მაგრამ მე თუ ახლა იმას ვიტყვი. ამას არ მაძლევ, არა, შენ არა, ჩვენ უნდა გავაკეთოთო. რა სულელი ვარ ისა თქვა? არა, ნამით ხალხი ხო ზარალობს, ქვეყანა ხო ზარალობს. ბიზნეს პროექტია, ხო მართლა დიდი ფულია ჩასადები შეიძლება ბიზნესმა არ შეიძლება ბიუჯეტმა არ ვიცი რაც გადაწყვიტავენ. მართლა ის სერიოზული პროექტია და რატომ უნდა დავკარგოთ? აი ვიღაცის გულს რო ვიღაცას მე არ მოვწონ ვარ, მე თუ არ მოვდგლა ხო, იდეა ხო კარგია. გავაკეთოთ, ხო? გასაგებია, კარგით ბატონო გუჯა. ეს არის ღალატის ტოლფასი. აი როგორ ახლა მე მინდა საბადროგასაც მიმართო, ეს ღალატია თუ ცოდვა არის. შენ არ მაკეთებინები, არ გამო. რამეს ზარალობს ეს ქვეყანა ეს ხალხი რამეს ზარალობს? არ არის დანაშაული, არ არის ცოდვა ეს. და რატო რისთვის? კიდევ ვიტყვი დამძახოს ნებისმიერმა. მითხრას პირდაპირ აი რატო გუჯა? მე მზადავ, ვიქნები მყოლი ბოდისაც გეტყვით, მეც უერთდები თქვენს ასე ვთქვათ ხოვნას. მესმის რომ რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადადგეს და რეაგირება მოახდინეს, მაგრამ იმ შემდეგ კარგი ხანია უკვე გასული, 3 წელია თითქმის, მე-4 წელი დაიწყო. არაფერი არ გეკეთება, ნაბიჯი არ გადადგმულა, ანუ ეს რაღაცაზე მიაჩნია. თუ ზემოდა, როგორც თქვენ ამბობთ და თქვათ რუსთავის მერიას და მერს ამისი გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, მაშინ ეს უნდა ითქვა ძალიან ხმამაღლად. ზაქარია ბატონო, რა სიტყვით, რამე სხვა არ დაამატებთ უკვე? სურათი გამოკვეთილია, იდეა არსებობს, საზოგადოების მოწონება მას ახლავს და რა შესაძლოა, რა გვიშლის ხელს? გამატებით იმას დავამატოთ, შემოკარგო, რომ საერთოდ ბოლო პერიოდში და ბოლო წლებში იქნება ტენდენცია. ბატონი გუჯა რო იყოს არაბი და ეთქვა, რომ იქ მეჩეთი უნდა გაეკეთება. აუცილებლად გამოვყოფდნენ მიწას. დანარჩენი გამგებმა გაიგოს. ეხლა მაგასაც გეტყვით, მე ერთ წერილში ბევრი მაქვს წერილი, არის მარტო ეს უბრალოდ რამოდენიმე აქვს. იქ მე მიმცემული მაქვს, თუმი არ მომწონს. ხო, მაგრამ ეხლა ჩვენ უკვე არა, ეხლა იმაზე ვიტყვი. გავიგე, ეს სხვა თემაა კიდე. წერილში მაქვს მითითებული. და მიმართა ვილიამ ეურსაც და ამასაც, ბატონ ბიძინასაც. მე თქვი, თუ არ მომწონს რომ მე ამას ავაშენო ეს, აქ ანააშენებენ სასტუმროს, რაც გახდება ბუდიშტა ხერხულია იცით ახლა იქ რაც არის მდღოლები და ისინი. კი ბატონო, არ მინდოდა მაგის თქმა, მაგრამ ეგრე გახდება და ეს იქნება ცენტრი გარყვნილობისა, ეს იქნება რუსთავის დაღუპული, თუ არა ჩვენი გაყიდია მონაკვეთს და მეჩეთს აგვიშენებენ. და საერთოდ ჩათვალე კარგად მეყოლე. პირდაპირ ამას დაწერილი წერილში, მაგრამ თუ არ უნდათ, არ უნდათ. და ესე ხო არ შეიძლება, ეს ხო უსამართლობაა. და მაკარგინებენ მეორე პროექტს, მე რას მაკარგინებ, ქვეყანა კარგავ და ხალხი კარგავ და რატო რისთვის? მე მზათავ ვიდას ტელევიზორს, დამიდახო ნებისმიერ პიროვნება. გავიგეთ. მოკლედ, ძირფასო მაყურებლებო, საზოგადოების წევრებო, მე მევმართავ თითოეულს, ვინც გვიყურა, ვინც შემდეგში ნახავს ამ გადაცემას და გაისიგძეგანებს ამ პროექტის სასარგებლო მომენტს. მარგი ქმედების კოეფიციენტს მოდით ასე ვთქვათ. მე ვთხოვ ასეთ ხალხს ხარი დაუჭირო და მივმართავ კიდევ ერთხელ ოფიციოს, ვისაც ეს ეხება. გაითვალისწინონ ასეთი მხარდაჭერილი საზოგადოების ფართო ნაწილისგან მხარდაჭერილი პროექტის ასე ვთქვათ სარგებლიანობა და რაც შეიძლება მალე გადაწყვიტონ ეს საკითხი. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ადამიანი არაფერს არ ითხოვს, ამბობს რომ თავის ახსრებით, ან შემოწირულობით და მისი ორგანიზატორული ფუნქციის შესრულებით მოახერხებს ყველაფრის გაკეთებას. სხვა კაცი მაშინებელია, კაცი მამშვენებელია ქალაქის და მას ხელს უშლიან რატო, რისთვის დაუცილებლად, რატო აკეთებთ ამას? რატო კარგავთ მხარდამჭერებს, რატო კარგავთ საზოგადოებაში, თქვათ, თავმოწონება მე ყველა შეუძლია, ხო? მოკლედ, ესეთი იყო ჩვენი ეს ლოკალური პრობლემაზე გადაცემა, რომელიც შეიძლება საერთო მნიშვნელობის იყოს სრულიად საქართველოსთვის,
თუ კი ეს განხორციელდება, ამის მნიშვნელობას მერე დაინახავს დანარჩენი რეგიონები და მერე იზამენ. შერიგების პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ. მე წავალ, მე ვიღებ ჩემთან პასუხს, წავალ აფხაზეთში, წავალ ეს პროექტი შეიძლება ბატონო გუჯა შეიძლება მოხდეს ისე რომ გადამდები აღმოჩნდეს სხვა ქალაქებისთვის. ბევრმა მოინდომას რაღაცა. აი გამოგონება კლუბის ომარ ბილონაშვილი რო არის, აქ მოკლედ წერია, ის აღნიშნავს მაგას, რომ აი ესეთი პროექტი კომპლექსი ყველგან ქალაქში და რაიონში ყველგან შეიძლება კეთდა, მე მივესალმები. აი ჩადებული იყო კიდე მარტო ის რომ ახალად წვილი რომ მოა ხო ჯერ შევა ეკლესიაში გადაიწეს ჯვარს მერწავა ქოთუნების სახლში უფრო ტრადიციული იქნება უფრო შეინახავს ქართული და მინდა და თუგული შეკვდება ტრადიციებს დღეს რაღაცა არ უჭერენ ხარს და ვიცი ჩვენ ეს ცალკე საუბრის თემაა მოკლედ დიდი მადლობა ბატონო გუჯა მადლობა მონაწილეობისთვის აი ეს მცირე რეგიონალური პრობლემა რომელიც შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს თუნდაც საქართველოსაც ვისურვებდი რომ მალე განხორციელდეს, მალე შეიქმნას და ჩვენი პირადი წვლილიც იქნება ყველაფერში, თუ კი ეს დაიწყება და მოხდება ამისგან. დიდი მადლობა გემშვიდობებით. განსაკუთრებით გულიმწყება იმ პროექტი, რომელიც გასაკეთებელია, იმას ხო ვეღარ ვფიქრებ იმაზე საერთოდ. ანუ ის მეორე პროექტი, რომელიც გაცილებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება, სანამ ეს არ მორჩება, იქამდე ის არ დაიწყება და კარგავთ ამ ყველაფერს ამ რესურსებს. მოკლედ დიდი მადლობა შრომებისთვის და მადლობა მსმენელსაც. ამდენი ხარობის მენეს და თქვენს ბატონო გიგლავ.